ვერ ვიჯერებ რომ ვერ ჩავაბარე თავი ახლაც სიზმარში მგონია. ვინც ვერ ჩავაბარეთ ამ სიტუაციასა და ტკივილს არავის ვუსურვებ. არ ვიცი რა ვთქვა, მთელი დღე ვტირი, ჩუმად ვარ, ძალიან ცუდად ვარ. ეს არის სულ მცირე ნაწილი იმ პოსტებისა, რომლებიც ანონიმურად იწერება აბიტურიენტების დახურულ ჯგუფში. ეს არის ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ ფაკულტეტებთან დაკავშირებით. ახლა კი სამუშაო დიალოგის ნაცვლად სწორედ ამ ტიპის და შინაარსის პოსტებს ხვდებით აღნიშნულ ჯგუფში. ძალიან ბევრი აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტს მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბარიერი გადალახეს. ძალიან ბევრი შემთხვევაც არის ისეთი, როდესაც ეს სტუდენტები, უბრალოდ აბიტურიენტები, რომლებიც სტუდენტები ვერ გახდნენ, საკუთარ ქულებს აქვეყნებენ და სვამენ რიტორიკულ კითხვას, თუ ამ შედეგებისა და მოცემულობის მიუხედავად, რატომ ვერ გახდნენ სტუდენტები. ცხადია, ჩვენ პროფესორებს დავუსვით კითხვა ამასთან დაკავშირებით და ვკითხეთ, რა თქმა უნდა, არის თუ არა ეს უკვე დეფორმად წოდებული რეფორმის პირველი მძიმე და მსუსხავი ეფექტი. გვეუბნებიან, რომ რა თქმა უნდა, ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ თვალების ახვევის მიზნით განათლება უფასოდ გამოაცხადა, რეალურად ქართულმა ოცნებამ განათლება პრივილეგირებული და მდიდარი ოჯახების შვილების საშუალება და პრივილეგია დააქცია. ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ ახლა რამდენი ადამიანიც და რამდენი სტუდენტიც გაიქცა ქვეყნიდან, გაცილებით მეტი წავა, რადგან ამ მონაცემებით და მოცემულობით ძალიან გაჭირდება ახალგაზრდებისათვის რეალიზება საქართველოში. გარდა ამისა არის ასეთი შემთხვევაც, გმირი წილოსანის შვილი მოხვდა კერძო უნივერსიტეტში, თუმცა მიუხედავად ამისა, რადგან ოჯახს არ ჰქონდა ფიზიკურად ამის საშუალება, მისი თანხის აგროვება მოუწიათ მასწავლებლებს. ეს არის პირველადი შედეგები, რომელიც ქართული ოცნების დაანონსებული ეგრეთ წოდებული უფასო განათლების რეფორმის შემდეგ დაიწყო და ამოქმედდა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანა ძალიან ამაყად აცხადებს, რომ მთელი უმაღლესი განათლება იქნება უფასო. მაგრამ ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს უფასოობა ძალიან ბევრი პირობითი არის და დათქმებით არის შემოთავაზებული, აკადემიურ მოსწრებას მიება, ადგილების რაოდენობა არ შეივსა. სამწუხაროდ განათლების და მეცნიერების სისტემაში და მეცნიერება მე მინდა აქ ცალკე მნიშვნელოვნად გამოვყო, სახელმწიფო დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძალიან ბევრი გამწარებული სტუდენტი და მათი მშობელი წერს ამის შესახებ. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სწორედ არა მარტო ადგილების რაოდენობა, არამედ რომ სტუდენტები ვერ მოხვდნენ იმ პროგრამაზე, რომელიც მათ აინტერესებდათ, ხო? მაყურებელი არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში, როცა გეუბნებიან, რომ აგერ ადგილი დარჩა აუთვისებელი და აგერ სტუდენტი არის ბარიერ გადალახული, რატო არ ირიცხება? იმიტომ რომ იმ პროგრამაზე და იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მას უნდა სწავლა, ადგილების რაოდენობა არის მკვეთრად შეზღუდული. შეძლებული ოჯახის შვილები მაქსიმალურად ცდილობენ უკვე რომ განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. თუ ადრე ტენდენცია საზღვარგარეთ განათლების მიღებისა იყო მაგისტრატურის დონეზე, ეხლა ბაკალავრიატის დონეზე მასობრივად ხდება აბიტურიენტების გადინება ქვეყნიდან. ერთი სტუდენტი მარიამ წილოსანი, რომელიც არის შინდისის გმირის შვილი, აღმოჩნდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ამ უნივერსიტეტმა, რა თქმა უნდა, გამოაგზავნა, რომ პირველი სემესტრის თანხა აუცილებლად უნდა იყოს დაფარული, თორემ ისე ვერ გამოცხადდება. მარიამმა ტირილი დაიწყო, იმიტომ რომ იცის, რომ თავისმა დედა, რომელიც ემიგრაციაშია, სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა სამსახური და ეძებს ახალს და ეხლა არაფერი შემოსავალი არ აქვს და მოკლედ გადაწყვიტა, რომ აღარ წავალო უნივერსიტეტში, მომავალშიც ჩავაბარებო. ამის შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლებმა 1 წლის თანხა მოვაგროვეთ, ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვეთ, ქართველმა მასწავლებლებმა უგროვა ეს თანხა მარიამს. მთელი საქართველო მშობლები იძახდა, რომ სწავლა არის უფასო და სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდით ყველა. განათლების დეფორმად წოდებული რეფორმის ამოქმედების შემდეგ მონაცემები არის ასეთი. მთავარი კლება არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაგალითად 4000-მდე სტუდენტი დაკარგეს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, ხოლო პირიქით კერძო უნივერსიტეტებში არის დაახლოებით 1500 სტუდენტით მატება. პროფესორებს, დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს ეს ყველაფერი ეუბნება ერთ კონკრეტულ რაღაცას, რომ ქართული ოცნების მიერ დაანონსებული უფასო სწავლის შედეგად შეიქმნა უფასო ადგილების დეფიციტი, შესაბამისად საქართველოში გახდა სწავლა და
ცოდნის მიღება პრივილეგია არის, ის საშუალებაც ძალიან ბევრ სტუდენტს არ აქვს. პროფესორები გვიანონსებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით უფრო მძიმე და შეუქცევადი ზიანი მიადგება, რა თქმა უნდა, სტუდენტებსა და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას და გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე ქართულ განათლების სისტემასაც, რომლის გამოსწორებაც მათივე მტკიცებით იქნება ძალიან რთული.